ეს ძალიან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ განათლება კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ ქვეყანაში და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებიც ახალ მოსწავლეები არიან, ან სტუდენტები არიან, რომლებსაც ემუქრებათ ეს საფრთხე, რომ პრაქტიკულად სწორად აღნიშნა ლიკამ, რომ ყველა ის შესაძლებლობა ერთმევათ ამ ადამიანებს, რომ საზღვარგარეთ მიიღონ განათლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სჭირდება დღეს ქართულ განათლებას. შესაბამისად, პირველ რიგში ეს ამ ადამიანების პრობლემა არის და რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის პრობლემა არის. ეს არ არის მხოლოდ რაღაც ერთი ან მხოლოდ სტუდენტების პრობლემა. ყველა სფეროში იქონიებს გავლენას ეს რეფორმები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ იქცნოს პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთია, რომ შეიძლება პროტესტი არ განაგულებდეს ამ 326 დღის განმავლობაში, მაგრამ მეორეა ჩვენი ყოფითი ცხოვრება, ხო? მაგალითად, ჯანდაცვის სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საქართველოში და ძალიან ბევრი კარგი ექიმი არის საზღვარგარეთ განათლება მიღებული პროფესორი. შესაბამისად, აი ამ მსგავს შესაძლებლობას როცა ვკარგავთ, ეს სამომავლოდ აუცილებლად აისახება ყველა სფეროზე. სოციალურ საკითხებზე. კი ბატონო. აი შენს კითხავ და მე ბოლო რეპლიკა ლიკას რითი ახსნე იმას, რომ ახლა ნაკლებ აქტიურები არიან სტუდენტები და რა რესურსს ხედავ, რომ დაინახონ მათ შორის მონაწილეობის აზრი, ალბათ ესეც მნიშვნელოვანია საზრისის კუთხით. კი ბატონო, პირველ რიგში ლიკამ სწორად აღნიშნა, რომ ალბათ რეპრესიები არის მთავარი მიზანი, რის გამოც შეჩერდა პროტესტი და უფრო ნაკლები ადამიანი არის პროტესტში ჩართული. თუმცა მეორე ფაქტორი არის ის, რომ საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა ეს პროტესტი, როგორც ვიხილეთ და ბუნებრივია, რომ ადამიანები გრძნობენ დაღლას, ხო, იმიტომ რომ თითქმის 1 წელია და მაქამდეც იყო ეს პროტესტი. მე მესმის ამ ადამიანებს, რომ ყოველდღიურად შეუძლებელიც კი არის ხანდახან, რომ ყოველდღიურად ჩართული იყო ამ ყველაფერში, მაგრამ პასუხისმგებლობა თუ გავეკეცით, მაშინ ბევრად უფრო ფატალურ შედეგამდე მივალთ, ვიდრე ეს ყველაფერი მოითხოვს, რომ ჩავდოთ. შესაბამისად, მე ვთხოვდი ყველა მოქალაქეს, არა მარტო სტუდენტს ან ლექტორ მასწავლებელს ან ასე შემდეგ, თითოეული მოქალაქე არის ვალდებული, რომ ჩართული იყოს ამ პროცესებში. მე მესმის, რომ შეიძლება ყოველდღიურად ვერა, მაგრამ პერიოდულობით მაინც უნდა მოახერხონ, რომ დაანახონ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც აღარ უნდათ მათი ხელისუფლებაში ყოფნა და დროა რომ მათ დატოვონ ეს სივრცე, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ძალიან ფატალურ შედეგამდე მივალთ.